აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ მოისმინეს. ლევან თევზაიამ ისაუბრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმების, ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ 2023 წლის მეოთხე კვარტალსა და 2024 წლის 9 თვეში განხორციელებული საქმიანობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ მიმართულებებზე. ლევან თევზაიამ აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებას საფინანსო სისტემის მართვასა და საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირებასთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, დევნილი მეწარმეებისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სამინისტროს 2025 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანად ახალი რეკომენდაციები წარუდგინეს. მიწვეული ვიყავი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სტომაზე, სადაც წარუადგინეს სამინისტროს ანგარიში მინისტრის საათის ფორმატში. ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესაბამისად მოიცავდა აქტივობებს როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. დეპუტატებს ასევე მივაწოდე ინფორმაცია იმ ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომელიც განხორციელდა სამინისტროში ბოლო 1 წლის განმავლობაში. დეპუტატების მხრიდან გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული 2025 წლის მუშაობის პროცესში. ბატონმა თევზაიამ ძალიან მკაფიოდ წარმოაჩინა ეს მთავარი პრიორიტეტები, რომლებზედაც ყურადღება გამახვილდება ფინანსთა სამინისტროში, არის ეკონომიკის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, მეთოდოლოგიის დამუშავების და სხვა მსხვილი მხარჯავებისათვის შეთავაზების საკითხებში საინტერესო მომენტები. ამასთან ერთად უმაღლეს საბჭოს დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ დევნილი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არის ძალიან საინტერესო. ფინანსების განკარგვის თვალსაზრისით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა გააჩნია ფინანსთა სამინისტროსთან და ვფიქრობ ასე გაგრძელდება.